სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ეთურთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შენაკ კითხვას სვავს ახალგაზრდა პიროვნება და აინტერესებს, როგორ მუშაობს ღვთის სიტყვის ყოველდღიური შესწავლა ჩვენი სულიერი განწმენდის პროცესში. გამარჯობა დოქტორ ჯონი მაკ, გამარჯობა. ბოდიში ვერ გაუძელით ცნობას, რომ ესე მომემართა თქვენთვის. არა, ეს ჩემთვის ნაცნობია, ჩვენი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი ჯონი მაკს მეძახის. მე ენტონი ბიარი ვარ და აქ ერთი თვეა ვარ და ეს უბრალოდ დიდი წყალობაა. დიდი მადლობა ამისათვის უფალს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ენტონი, ძალიან გვიხარია თქვენი ნახვა, მადლობა. მე მაქს კითხვა იმ პროცესთან დაკავშირებით, რასაც მორწმუნის ცხოვრებაში განწმინდავება ქვია. შეგიძლიათ მითხრათ თქვენი ახალი წიგნის სახელი? გთხოვთ. და ჯონ მაკარტური პასუხობს, ეს პატარა წიგნია და მას ქვია განწმინდავება, ქრისტეს ვნება მისი ეკლესიისათვის. და ენტონი აგრძელებს კითხვის დასმას, ასე რომ ერთ-ერთი ყველაზე ღრმა რამ, რაც მე თქვენგან ვისწავლე, ჯონი მაკ, იყო თქვენი სწავლება ეფესელთა მეხუთე თავის მე-18 მუხლის შესახებ. მე წავიკითხავ ამ ადგილს მე-7 მუხლიდან. მაშინ იქნებით უგუნურები, არამედ შეეცადეთ ჩაწვდეთ, რა არის ღმერთის ნება. ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობა, არამედ აღივსენით სულით. ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნით, გალობითა და სულიერი საგალობლებით. უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში. მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისათვის ღმერთს და მამას, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით. და კიდევ ახსენებს ენტონი კოლოსელთა მე-3 თავის მე-16 მე-17 მუხლებს. სულით სავსე ქრისტიანული სიალური. სულით აღსილი ქრისტიანული სიარული. მე წავიკითხავ მე-12 მუხლიდან. ამიტომ როგორც ღვთის რჩეულება, წმინდება და საყვარლება შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თამდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა. შეიწყნარეთ ერთი მეორე და მიუტევეთ ერთმანეთს. თუ ვინმესთან რაიმე სადაო აქვს ვინმეს, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ. და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რომელიც ყველაფერს აკავშირებს და სრულყოფს. და ბატონობდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რომლისკენაც ერთ სრულად ხართ მოწოდებული და იყავით მადლიანი. უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა, აი ამაზეა, ხო? უფლის სიტყვის დამკვიდრებაზე თქვენში სრული სიბრძნით. ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნებით, გალობითა და სულიერი სადიდებლებით და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სიტყვით თუ საქმით, ყოველივე გააკეთეთ უფალი იესოს სახელით და მის მიერ მადლობდეთ ღმერთს. და აგრძელებს ენტონი. ბოლო 1 წლის განმავლობაში დაახლოებით 1 წელია უკვე თქვენი ბიბლიის შესწავლის მეთოდს პრაქტიკაშიც ვიყენებ. მე ვიცი, რომ თქვენ წლების განმავლობაში აგრძელებდით ახალი ათმის განმეორებით კითხვას. თუ ეს ასეა, როგორ იმოქმედა ამან თქვენს სულიერი განწმენდის პროცესზე ამ წლების განმავლობაში? და ჯონ მაკარტური პასუხობს და მე ესე დავასათაურო უფრო, რომ გამიადვილებინა ჩვენთვისაც, მსმენელებისათვისაც, როგორ მუშაობს ღვთის სიტყვის ყოველდღიური შესწავლა ჩვენი სულიერი განწმენდის პროცესში. ახლა მოусვენოთ ჯონ მაკს, შემოკლებით ეს მეგობრულად ეუნებიან მას. და რას ამბობს ამის შესახებ. დიახ, მე ვიტყოდი, რომ ჩემი სულის განწმენდა პირდაპირ შეესაბამება ღვთის სიტყვის მოქმედებას ჩემს გულში. როდესაც პირველად დავიწყე ბიბლიის კითხვა, მის ერთ წიგნს ზედიზედ 30 ჯერ ვკითხულობდი. დავიწყე იოანეს პირველი წერილით, 30 ჯერ წავიკითხე, რადგან მინდოდა კარგად ვცოდნოდა ის. ბიბლია საკუთარი თავის ყველაზე საუკეთესო ინტერპრეტატორია. ასე არ არის? ასე რომ ვკითხულობდი და მახსოვს, რომ 30 ჯერ წავიკითხე იოანეს პირველი წერილი. და როცა დავამთავრე, თქვი, ვაუ, ძალიან დიდარია, ძალიან მომეწონა და კიდევ 90 ჯერ წავიკითხე. შემდეგ იოანეს სახარებას მიმართე. პირველი 7 თავი ავიღე, წავიკითხე 30 ჯერ, მერე მეორე 7 თავი წავიკითხე 30 ჯერ, მერე მესამე და ასე წავიკითხე ის მთლიანად. ასე რომ 3 თვეში იოანეს პირველ წერილში და კიდევ 3 თვეში იოანეს სახარებაში ყველა გარკვეული თემები დავაკავშირე და მივხვდი იმას, თუ რას ამბობდა იოანე და როგორ გავდა მისი ეპისტოლე სახარება ამ წიგნებს. ეპისტოლე და სახარება ერთმანეთს. და ამ წიგნებს იმდენად გავეცანი, რომ შემეძლო უკვე მეთქვა, რომელიღაცა გვერდი, რომელი სიტყვა, რომელ კონკრეტულ მუხლი სად იყო ნახსენები, რომელ ნაწილში.
სინამდვილეში თუ რაღაც 1 წუთის წინ იონეს მე-14 თავს რომ გადავხედე, მაშინვე მე-13 მუხლზე გადავხედე, როცა აქ კითხვის დამსმელი ლაპარაკობდა. რადგან უკვე მე ვიზუალურად ვიცოდი, სად იყო ეს მუხლი. ბიბლიაში რა ადგილზე იყო. ასე რომ მე მაშინ ძალიან დიდ დროს ვატარებ, საბოლოოდ ფაქტორია მთელი აღთქმა 30 ჯერ წავიკითხე და ყველაფერი კარგად შევისწავლე. მათასახარების გავსი წიგნიც გავყავი, ასე იცით რომ 28 თავია და 7-7-ად გავანაწილე. და ასე ითვისებ მთელ წმინდა წერილს. ვიცი რომ ბიბლიის წაკითხვის სხვადასხვა მიდგომები არსებობს და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ერთი და იგივე რამის განმეორებით, კიდევ განმეორებით კითხვა მრავალჯერ ძალიან კარგ ცოდნას განიჭებთ, რომელსაც ალბათ სხვა მეთოდები ესე ეფექტურად ვერ მოგცემთ. ასე რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ასე ვიყავი, 2 წელიწად ნახევარი მოვანდობე მთელი ახალი აღთქმის წაკითხვას. ძველი აღთქმა უნდა ვაღიარო, რომ ასე არასდროს მისწავლია. უბრალოდ მას თანმიმდევრობით მივყვებოდი და ვკითხულობდი. ეხლა აღარ ვაკეთებ ამას, წლებია, ეს არ გამიკეთებია. იმიტომ რომ ამ ეტაპზე მე ბიბლიურ წიგნებში ძალიან ბევრ დამხმარე ლიტერატურაში, როცა ვამზადებ ხომ ქადაგებებს, ყოველთვის დაკავებული ვარ და ჩემ ცხოვრებაში არ არის ერთი დღეც კი, რომ ღვთის სიტყვას არ ვკითხულობდე. სხვადასხვა ფორმით, იმიტომ რომ ყველა ავტორი მე ვისაც ვეცნობი, ისინი ყველანი ასახელებენ გარკვეულ ბიბლიურ მუხლებს. არა მხოლოდ ღვთის სიტყვას ვკითხულობ, არამედ ღვთის სიტყვაზე ვკითხულობ დაწერილ მასალებს, კომენტარებს ამ წიგნებში. და ეს წიგნები სავსეა ღვთის სიტყვით. ამიტომ ღვთის სიტყვასთან შეხება არის ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვცვლის და გვწმინდავს. მე წაგიკითხავთ ერთ ნაწილს, ბატონმა ჯონმა იონეს სახარების მე-17 ახსენა მუხლი, როდესაც ისით ქრისტეს ლოცვა არის, მაგრამ მე ამ ნაწილს მე-14 მუხლიდან წავიკითხარ. გასვოთ, როდესაც საიდუმლო სერობისას იესო ელაპარაკა თავის მოციქულებს. მე მივეცი მათ შენი სიტყვა და წუთისოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან წუთისოფლში, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა. არ გთხოვ რომ წუთისოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ რომ დაიცვა ბოროტისაგან. წუთისოფლისგან არ არიან ისინი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისგან და ეს არის ბოლო, საინტერესო ხო? განწმინდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტება. ხედავთ? ესე იგი იესო მოგცა ეს სიტყვა, მოციქულებმა ჩაწერეს სულიწმინდის მეშვეობით და ეს სიტყვა არის, რომელიც ჩვენ გვწმინდავს და არა სადღაც ბერებთან წასვლა, სადღაც მთაში და სანთლების ყურება, ხატებს მიშტერება, მარხულობები, რა ვიცი, დღესასწაულების აღნიშვნა, ან სიკეთეები და კეთილი საქმეების კეთება, ეს არ წმინდავს ადამიანს. ქრისტიან მორწმუნეს წმინდავს ღვთის სიტყვასთან ყოველდღიური დაყოფა. და აგრძელებს ჯონ მაკარტური, ასე რომ მე ნამდვილად მჯერა რომ თქვენი განწმენდა პირდაპირ პროპორციულია ღვთის სიტყვისადმი თქვენი შეხებისა. ის ძალიან ძლიერია, ესაა ძალა, მას აქვს ძალა. ეს არ არის მხოლოდ რაღაცა სიტყვები და ტერმინები, არამედ მას გააჩნია ძალა. ის ცოცხალია, ძლევამოსილი, უფრო ბასრი, ვიდრე ნებისმიერი ორლესული მახვილი და ის ღრმად ჭრის. ის ჭრილობას ჩვენ გვაყენებს და მერე ისევ თავად კურნავს მას. ანუ მხილებაზეა ლაპარაკი, ხო? ესე ვთქვა, თქვენ გულში მოქმედებს, თქვენ მუდმივად უნდა იყოთ ღვთის სიტყვაში. ეს არის სიტყვა, რომელსაც სულიწმინდა იყენებს თქვენს განსაწმენდად. კარგით? დიდი მადლობა აუდიტორიიდან ღვთის ენტონი მადლობას და ჯონ მაკარტურის არაფრის ეუბნება.